ამ ვიდეოში იქნება ამ წელს პირველად მოგებული ტრეიდის ანალიზი, რომელიც NQ-ზე გავხსენით და მოდი პირდაპირ ვნახოთ ამის მიზეზები რა იყო მარტივად, ძალიან დეტალებშიც არ ჩავალთ, მაგრამ ძირითადად რაღაცებს ვნახავთ რა იყო ამის გახსნის მიზეზი. პირველ რიგში აქ ქონდა სტრუქტურის შეცვლა, წამოვედით, გავაკეთეთ ამის liquidity swap-ი, შევავსეთ order ბლოკები, აქ შევცვალეთ 1 საათიანზე სტრუქტურა. აი როგორც აქ ხედავთ და როცა გაიხსნა მარკეტი უკვე სადღაც როცა დავიწყეთ მარკეტის ყურება, მოდი ესე ვთქვათ. ეს ხო დაახლოებით აი აქედან. წავედით მაღლა 5 წუთიან დადასტურებას ველოდებოდი, რომ რაიმე დიმენდი მოეცა. აქედან წამოვიდა 5 წუთიანზე აი ეს დიმენდი მოგცა და აქედან კი შეიძლებოდა ტრეიდის გახსნა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აქედან ვერ ავიღე ტრეიდი. წავედით მაღლა, ვერ ავიღე ტრეიდი, აქ გამოვტოვეთ და შემდეგ უკვე ვფიქრობდი, რომ ზევით წავიდოდა და აღარ მოგცემდა დადასტურებას, მაგრამ წამოვიდა 1 წუთიანზე შეავსო აი ეს დიმენდი. აი ეს დიმენდი შეავსო და შემდეგ რა ხდება ახლა? წავედით მაღლა ძლიერი სანთლებით, დადასტურება მოგცა 3 წუთიანზე კარგი აღმავალი სანთელი შევქმნით და შემდეგ წამოვედით და აქ გატესტა ეს low, გაარღვდა თუ არა, გატესტა, წავიდა მაღლა და როგორც კი აი ეს სანთელი ესე დაიხურა, დაახლოებით აი აქ, მეგონი აქ გავხსენი, ან შესაძლოა ამ სანთლიდან გავხსენი, მოდი აქედან იყოს, აქედან გავხსენი ტრეიდი, ეს სანთელი როცა დაიხურა, stop loss დავაყენეთ ამ lows ოდნავ დაბლა. და take profit highs. risk to reward-ი როგორც ხედავთ ძალიან კარგი დავიჭირეთ 6-თან თითქმის აი ამის ოდნავ დაბლა ქონდა stop-ი და take profit-ი ქონდა Asia high-ზე. უფრო მაღლაც შეგვეძლო დაგვეთარგეთებინა. აი ამის შემდეგ აღარც გაჩერებულა და უფრო წავიდა, უბრალოდ 5-თან კარგი იყო, საკმარისი იყო ჩემთვის და აღარ იყო საჭირო და მეტი აღარ გავრისკე ესე ვთქვათ და არა და შეგვეძლო კი ეს ჰაი დაგვეთარგეთებინა, იმიტომ რომ ძალიან დიდი აღმავლობა იყო და მაგრამ ძალიან დიდი ტრეიდი გამოვიდა და 25 არ არის ძალიან ბევრია. ძალიან დიდი ტრეიდი გამოვიდა, მოკლედ კარგი ტრეიდი გამოვიდა, მაგრამ არ დავათარგეთით ეგ. პირველი სავაჭრო დღე იყო ამ წელს და ზედმეტი აღარ გავრისკე, მარტო ამ ჰაიზე ავიღე. და ძალიან მშვენიერი ტრეიდი გამოვიდა 5 არართან და 6-თან თითქმის. რა ამის შემდეგაც კიდე გააგრძელა მოძრაობა. აი ეს ტრეიდი იყო NQ-ზე რაც ავიღეთ, ასევე Gold-ზე შეგვეძლო ტრეიდის აღება, მაგრამ ზუსტად Gold-მას იმ პერიოდში გააკეთა მსგავსი კარგი რამ, რაც NQ-ზე და NQ-ზე ვიყავი უფრო და Gold-ზე ვეღარ გავხსენი, მაგრამ Gold-საც ქონდა კარგი დადასტურებები იმისა, რომ გაგვეხსნა. მაგალითად აქ 4 საათიანი, 1 საათიანი, 1 დღიანი და 4 საათიანი დიმენდი, სტრუქტურის შეცვლა, ამ Asia high-ის მოხსნა, შემდეგ დაბალ time frame-ზე 5 წუთიანზე ქონდა იმ დიმენდი შევსებაც და ამის შემდეგ უკვე 1 წუთიანზე დადასტურებით წავედით ზევით, მოდი ნახოთ. აი აქ 5 წუთიანზე დაახლოებით ქონდა, აი აქ ქონდა დიმენდის შევსება, ამების liquidity swap-ი და 1 წუთიანზე შეგვეძლო ტრეიდის გახსნა. აი აქ ვაპირებდი ტრეიდის აქ ზუსტად ვაპირებდი ტრეიდის გახსნას, მაგრამ ამ დროს ზუსტად NQ-ზე ვიყავი და
მე ძალიან გაიქცა ფასი, NQ-ზე გავხსენით ტრეიდი, იქით თქვენ აყურებდა, გაიქცა ფასი და ვეღარ გავხსენით, თორე და აქაც სწორედ ამ მიზეზებით აქაც აი აქ შეიძლებოდა ტრეიდის გახსნა. ამ ორი სანთლის ფორმირების შემდეგ. და ტრეიდ პროფიტი ან აზია ჰაიზე და გამოვიდოდა 2-თან, ან უფრო მაღლა შეიძლებოდა. ბევრად მაღლა წავიდა. მოკლედ ეს იყო ამ დღის ანალიზი.